ეროვნული არქივი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის ემზადება. 1 ივნისს პატარებისთვის ყველასათვის საყვარელი ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი ჩაგვერთვება ახლა სწორედ ეროვნული არქივიდან. დილა მშვიდობისა ნინი, მოგესალმებით. ნინი გესმის ჩვენი? დილა მშვიდობისა. ჩვენს პატარა მაყურებელს წინასწარ მიულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ჩვენს მაყურებელს ვეტყვი, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1925 წელს ჟენევაში ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა და მას შემდეგ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოც ყოველწლიურად უერთდება ამ თარიღის აღნიშვნას არაერთი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებით. მე ახლა ეროვნულ არქივში ვიმყოფები და თქვენთან ერთად გავიგებ თუ როგორ ემზადებიან აქ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის. ჩემთან ერთად ახლა იმყოფება ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი კაკაბაძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგვიყევით როგორ ემზადებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის. დამეთანხმებით ალბათ რომ ეროვნული არქივის მემკვიდრეობა საკმაოდ მდიდარია ზოგადადაც და ანიმაციების მხრივ. მოგესალმებით. ჩვენ უკვე ტრადიციად გვაქვს ქცეული, რომ ამ დღეს ჩვენს პატარა მაყურებელს მასპინძლობთ ხოლმე ჩვენს კინოდარბაზში და უჩვენებთ იმ ანიმაციურ ფილმებს, რომელიც ინახება ჩვენს არქივში, ჩვენს კოლექციებში. ანიმაცია, ქართული ანიმაცია განსაკუთრებულად საინტერესო მოვლენაა ქართულ კინომემკვიდრეობაში და ჩვენთვისაც არის პრიორიტეტული ამ ფილმებზე მუშაობა, მისი რესტავრირება და ვთქვათ ახალი მეორე სიცოცხლის შეძენა. შესაბამისად წლებია ჩვენ ამ საქმიანობით ვართ დაკავებულები. პარალელურად მხატვრული კინოსი, დოკუმენტური კინოსი, რაც ასევე მრავლად არის ჩვენს კოლექციებში, გვაქვს ანიმაციური ფილმები და ვცდილობთ რომ ყოველ წელს არა მარტო ვთქვათ 1 ივნისს ზოგადად რომ ქართველ პატარა მაყურებელს მოუწყოთ ხოლმე ასეთი ტიპის ჩვენებები და ვანახოთ ეს ანიმაციური ფილმები იმ ხარისხში, რომელ ხარისხში ვთქვათ არდევს ზოგადად სხვადასხვა ვებ პლატფორმაზე და შესაბამისად არის ძალიან დიდი ინტერესი. თავისთავად ეს ჩვენი ღონისძიება არის თავისუფალი დასწრებით, როგორც ყოველთვის და ნებისმიერ მსურველს მშობელს შეუძლია მოიყვანოს შვილი და აყურებინოს ნამდვილად გამორჩეულ ქართულ ანიმაციის ნიმუშებს და მიიღონ სიამოვნება. სულ რამდენი ანიმაცია გაქვთ შერჩეული? ამ ჩვენებისთვის გვაქვს 50 წუთიანი სეანსი, ეს არის 5 ანიმაციური ფილმი. ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ იყოს სხვადასხვა პერიოდის ფილმები, მრავალფეროვანი რო იყოს რეტროსპექტივა, იყოს სხვადასხვა პერიოდი, სხვადასხვა ავტორი. სხვადასხვა ავტორი ნიშნავს იმას, რომ არის სხვადასხვა სტილი, მხატვრობის სტილი, თვითონ დრამატურგიული სტილი და არ იყოს ერთფეროვანი. ყოველთვის ვცდილობთ რომ მე-20 საუკუნის სხვადასხვა ათწლეულებიდან ავიღოთ ხოლმე ეს ქართული ანიმაციის ნიმუშები, რა თქმა უნდა, წელსაც ასე მოვიქეცით და იქნება ვთქვათ 70-იანი წლების, 60-იანი წლების და 90-იანი წლების ნამუშევრებიც და ამ ხრივაც არის ვთქვათ საინტერესო ამ ქართული ანიმაციის განვითარება როგორ ხდებოდა მთელ ამ პერიოდში. საინტერესოა პატარების მხრიდან დაინტერესება როგორია ხოლმე, რამდენად მოსწონთ, იმიტომ რომ დამეთანხმებით რომ ანიმაცია მუდმივად ვითარდებოდა და ახლანდელი თაობა ალბათ განსხვავებულ და შედარებით უფრო განვითარებულ ანიმაციებს უყურებს ხოლმე და რამდენად მოსწონთ და აინტერესებთ. მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდია დღეს ანიმაციის თემა ზოგადად ვებ რესურსებზე, ტელეარხებზე და ეს ფილმები არის ჩაკარგული ქართული ფილმები რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის რომ არის უხარისხო ასლები და ბავშვს უნდა ანიმაციას რატომ უყურებს, ფერადი უნდა იყოს, კარგად უნდა ესმოდეს ხმა და კომფორტული საყურებელი უნდა იყოს. ამიტომ ეს ქართული ანიმაციები ამის გამო არის რაღაცნაირად მივიწყებული და ნაკლებად ყურებადი, როცა ამდენი ზღვა მასალა შემოდის თქვათ უცხოური ანიმაციების სახით. და აი ეს საშუალება, რასაც თქვათ ჩვენ ვთავაზობთ ხოლმე, ხო თითქმის აღმოჩენის დონეზე ხდება ქართული ანიმაცია თავიდან მათთვის. თორე მშობლებს და თქვათ უფრო მოზრდილ ასაკის ადამიანებს ახსოვთ ეს ანიმაციური ფილმები, შედარებით მეტაკლებად კარგ ხარისხში, მაგრამ დღეს ახლა 21 საუკუნეში 21 საუკუნის ბავშვი, რომელიც თქვათ მიჩვეულია სმარტფონებს, ტაბლეტებს და ასე შემდეგ და ამ რაღაც ძალიან ფერადოვან ანიმაციებს
ის ხარისხი, რაც ახლა მის პარალელურად დევს ვებ რესურსებზე, ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს. და შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეს სეგმენტი, ქართული ანიმაციის სეგმენტი, ცოტა წინ წამოვწიოთ და უფრო პოპულარიზაცია გაუწიოთ ამას, იმიტომ რომ არის ძალიან კარგი და არა მარტო ქართველისთვის, განსაკუთრებით ქართველი ბავშვებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისს აღინიშნება და როგორც ხედავთ, ეროვნული არქივი ამ დღესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო სანახაობას გთავაზობთ. მე კიდევ ერთხელ მოგილოცავთ და დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა ნინი საინტერესო ჩართვისთვის. ნინი გელაშვილი გვერდებოდა ეროვნული არქივიდან. ჩვენც ვილოცავთ ბავშვებს წინასწარ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და რაც მთავარია 1 ივნისს ნინოობა აღინიშნება წმინდა ნინო საქართველოში შემობრძანების დღე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ერისთვის, მთელი ქვეყნისთვის და ამ დღესასწაულსაც წინასწარ გილოცავთ.